წმინდა წერილი ამბობს, ვიცით კეთილთა მისაცემედი, რაოდენ დიდია ჩვენზე, ჩვენი ზეციერი მამა, განა ის დაუშვებს, რომ იმაზე მეტად გამოვიცადოთ, რა ჩვენ არ შეგვიძლია, მაგრამ თუ ღმერთი უშვებს ამას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია. უბრალოდ ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი ძალების, არის ერთი კარგი სიტყვა, კონცენტრაცია. და სწორედ ამას მინდა დღეს შევეხო და სწორედ ამაზე მინდა დღეს ვილაპარაკო. დღეს ღმერთმა ერთ მნიშვნელოვან თემაზე გამემახვილა ყურადღება, რაზედაც მინდა გაგიზიაროთ ეს სიტყვა და გითხრათ და დამეხმაროს ღმერთი, რომ ის გადმოგცეთ, რაც მან ჩემს გულში ჩადო და რაც მინდა რომ თქვენ გითხრათ, ეს ერთგვარი გაგრძელება არის იმ ბოლოს სერიის, რაც ეკლესიაში ჩვენ ბოლოს საუბრობთ და ბოლოს ღმერთმა მოგცა ეს სიტყვა, რომ გაგვირცელებინა ეკლესიებში. ჩვენ იცით, რომ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ღვთის ბუნების ზიარებაზე, ძალიან ბევრს ვამბობთ, რომ ღმერთს უნდა ძალიან, რომ ჩვენ მისი ბუნების ზიარნი გავხდეთ, კი არ თავები კი არ გავიზარდოთ და ბევრი კი არ ვისწავლოთ, არამედ მისი ბუნების ზიარნი გავხდეთ. წმინდა მოციქული პეტრე და მეორე წერილის პირველი თავის მეოთხე მუხლში და წინამსახურებაზე თქვით, ეს ჩვენ ამბობს, რომ მისაგან მოგვენიჭა უაღრესად დიადი აღთქმანი, რომელთა თანაზიარებითაც, რომელთა მეშვეობით ჩვენ ღვთის ბუნების ზიარნი ვხდებით და გავერიდებით ქვეყნიერების გახსნილებას. ღვთის ბუნების ზიარება მარტო ბიბლიური მუხლების დამახსოვრება არ არის. ღვთის ბუნების ზიარება მარტო როლის თამაში არ არის. სხვათა შორის ქრისტე ძალიან აქტიურად იყენებდა სიტყვას, ძალიან ხშირად ახსენებდა ამ სიტყვას, თვალთმაგცნო. ის ამბობდა, ფარისევლებს ეძახდა ამ სიტყვას. ისე უნეოდა, ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო თვალთმაგცო. და სიტყვა თვალთმაგცი, ეს არ ნიშნავს მატყუარას. ქართულში კი თვალთმაგცი ნიშნავს მატყუარას, რომელიც იტყუება, მაგრამ ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობა და უკეთესი მნიშვნელობა ბერძნულიდან ეს სიტყვა რო ვთარგმნოთ, ეს ნიშნავს მსახიობს, რომელიც თამაშობს ნიღბით, რომელიც ვიღაცის ნიღაბს ატარებს. ანტიკურ თეატრებში მსახიობები თამაშობდნენ ნიღბებით და თვალთმაგცი ერქვა პიროვნებას, რომელიც ნიღბით გამოდიოდა, ანუ თვითონ კი არ იყო ის, ვიღაცის ნიღაბს ატარებდა და ფარისევლებს ქრისტე ეუბნება სიტყვას თვალთმაგცნო, ეს ნიშნავს, რომ თქვენ რაღაცას აკეთებთ, მაგრამ ასეთები არ ხართ. გასაგებია? კი აკეთებთ რაღაცას, კი იცავთ რჯულს და თუ გახსოვთ მათესახარების 23 თავი, 23 მუხლიდან მიდის 7 მაგ ვაიზია ლაპარაკი იქ. ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო და თვალთმაგცო, ისე უნდა რომ გამოყოფთ პიტნის, კამის და კლიავის მიათეთს. განაც ცუდია რასაც აკეთებთ. ზოგმა ასე გაიგო, რომ რაღაც თქვა, ვაი თქვენ მწიგნობარნო და ფარისეველნო, რომ გამოყოფთო პიტნის, კამის და კლიავის მიათეთს, ესე იგი ზოგმა გაიგო, რომ თითქოს ეს არის ცუდი. არა, მეგობრებო. ქრისტე პირდაპირ ამბობს იქ, რომ ეს უნდა გაგეკეთებიათო. კარგია, რასაც აკეთებთ, მაგრამ პრობლემა რა არის, იცი? რასაც აკეთებთ, ეს არ ხარ თქვენ თვითონ. უბრალოდ ამას აკეთებთ. მაგრამ განა გაკეთება გადაგარჩენს? განა ამის კეთება არის მთავარი? თუ გადავშლით მალაქიას წინასწარმეტყველების მესამე თავს, მე-7 მერვე მუხლებს, იქ ასეთი რაღაც არის დაწერილი, თქვენი მამაპაპის დღეებიდან დღემდეო, ყოველ დღე მძარცვავთო, თანამედროვე თარგმანში წერია მძარცვავთო, რუსული თარგმანი ამბობს მქურდავთო, ძველი ქართული თარგმანი ამბობს მატყუებთო. ეს სიტყვა ყველაფერ ამას მოიცავს, რაც ქართულად არის გადმოთარგმნილი. გაძარცვას, მოტყუებას, გაქურდვას. ღმერთი ამბობს, თქვენი მამაპაპის დღეებიდან დღემდე მოყოლებული ყოველ დღე მძარცვავთ, მქურდავთ და მატყუებთ. და თან გიკვირთო, რით გაგძარცვეთ და რით მოგატყუეთო? მიათედით და შესაწირავითო, ღმერთი ამბობს. მე ვთხარი, შეკითხვა მაქვს. თუ შენ მე წერილი გაძლევს უფლებას მამხილო მაშინ, როცა ერთი მოკვდავი ადამიანი გავქურდე, რაოდენ უნდა იყოს მხილებული ის, რომელმაც ყოვლის შემძლე ღმერთი გაქურდა. უფრო მაღალი სტანდარტი არის თუ არა აქ ვალდებულების, რომ მე უნდა ვამხილო ის. ზუსტად ეს არის. მე ვეუბნები ყველას. დავითი ამბობს 118 ფსალმუნის 63 მუხლი. რას ამბობს? თანაზიარი ვარ ყველასი ვინც. დავითი სიტყვა ვინც ახთენს დიფერენციაციას. რაც ნიშნავს გადარჩევას. დავითი არ ამბობს, რომ თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც დედამიწაზე დაიბადა. ასე ამბობს? დავითი არ ამბობს, თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც როგორია. ასე ამბობს? სიტყვა ვინც ახთენს გადარჩევას.
დავითი ამბობს მე თანაზიარი ვარ მხოლოდ იმათი. აი ვინც სწორედ ამას ამბობს. თანაზიარი ვარ მხოლოდ იმათი, ვინც უფლის მოშიშია და მის მცნებას იცავს. ვინც არა? კორინთელების წერილი მე-6 თავი. გამოდი და გამოეყავით მათგან. ზუსტად ესე წერია. თანაზიარი ნუ იქნები იმათი, ვინც ღმერთის სიტყვას აბუჩადიგდებს. თანაზიარი ნუ იქნები იმათი, ვინც ღმერთის სიტყვა იგნორირებული აქვს და არ უსმენს. ავითი ამბობს მე თანაზიარი ვარ ყველასი, ვინც უფლის მორჩილია და მის სიტყვას იცავს. დიდება უფალს. ამენ. ზუსტად ამას ვამბობ. ღმერთს არ შეუძლია აკურთხოს ქურდები. ქურდებზე არ მოდის ცხებულება. ქურდებზე მოდის სასჯელი. იერემიას 48:10. წეულია ვინც დაუდევრად აკეთებს ღმერთის საქმეს. მე ხوار დამიწერია ეს. წმინდა წერილი ამბობს წეულია ვინც დაუდევრად აკეთებს ღმერთის საქმეს. მაგრამ იქ კიდევ ერთი რაღაც წერია, მეორე ნაწილი ამ მუხლის. წეულია ვინც מחვილს აკავებს სისხლისგანო. ეს რას ნიშნავს? ის ვინც დაუდევრად აკეთებს ღმერთის საქმეს. მის მიმართ არის მახვილი. ხოლო ჩვენ ხშირად ჩვენი სენტიმენტებით წინ ვეღობებით ამ მახვილს. არ ღმერთის სასჯელს არ ვატარებთ. გასაგებია? ჩვენ ვასწავლით, რომ მოდი ვიყოთ მორჩილები ღმერთის სიტყვის. მეტი არაფერი. ვიყოთ მორჩილები ღმერთის სიტყვის. როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობს, როცა მას ბრალი დასდეს, ჩვენ ეგ ვცანითო როგორც არეულობის მომწყები, ეს არის მოციქულთა საქმის 21 თავი. მე-14 თავი. ჩვენ ეგ ვცანითო როგორც არეულების მომწყობი და ნაზარეველთა სექტის წინამძღვარი. დაწერილია. პავლე მოციქული თავს იმართლებს და ამბობს: იმ მოძღვრებით, რაც ეგენი სექტას ეძახიანო, მე ვემსახურები ჩვენი მამების ღმერთს და მწამს ყოველივე რაც რჯულში და წინასწარმეტყველებაშია დაწერილი. დიდება უფალს. რაც უნდა ის დაარქვან, ჩვენ ერთი რამე გვწამს. ჩვენ ვლოცულობთ და ვშრომობთ, რომ ღმერთის კურთხევა იყოს ჩვენზე. როგორც გალატელების წერილის მე-3 თავში, მე-13-მე-14 მუხლებშია დაწერილი. რათა აბრაამის კურთხევა იყოს წარმართებზეც, ყოფილ წარმართებზე, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის შვილები ვართ ქრისტე იესოში რწმენით. ამენ. ასე რომ მეგობრებო, ძალიან მინდა ერთი რაღაცა, ღვთის ბუნების ზიარება სულაც არ ნიშნავს რაღაცეების დამახსოვრებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ამ სიტყვაში უნდა შევიდეთ და მოусმინოთ ღმერთს და დღეს უნდა შევეხო ერთ თემას, რაზედაც ღმერთმა გამიმახვილა დღეს დილით ყურადღება. დღეს საგალობელში იყო ძალიან კარგი სიტყვები. სიცოცხლე მოგიძღვენი და მგული ჩემი ხოლო შენ გეკუთვნის. ყველა ჩემი ნაბიჯი შენგან იყოს ღმერთო. შენს ნებაში ვიარო. რაში ვიარო? რატო ჩემი ნება არ მაქვს? რატო უნდა ვიარო შენს ნებაში? ხო შეიძლება ჩემი ნებით ვიარო და ტაძარში მოვიდე ხოლმე და ხანდახან მსხვერპლი შევწირო. მაგრამ ღმერთთვისთვის ჯობია შენს ყოველდღიურობაში გადადგა მის ნებაში ნაბიჯები, მისი ნების მორჩილებაში, ვიდრე შენი ნებით იცხოვრო და მე დიდი რაღაცეები აკეთო, თითქოს ამით რაღაცას აკეთებ. გასაგებია? ამიტომ დღეს ვილაპარაკებ ერთ ტერმინზე, რომელიც თითქოს არაფერი, ძალიან შეუმჩნეველი, ბევრი კი არაფერი, გან არა კაცი არ მოუკლას, არაფერი არ ჩაუდენია. არის ასეთი სიტყვა, თვითნება, თვითნებობა. გასაგებია, დღეს ამაზე მინდა ვილაპარაკო. მოდი დავიწყებ. დასაწყისისთვის მინდა ებრაელების მე-12 თავი გადაშალოთ ჩემთან ერთად და გამომყვეთ მსჯელობაში. ებრაელების მე-12 თავის პირველი მუხლიდან თუ დავიწყებთ კითხვას, წმინდა მოციქული, ავტორი ამ წერილისა ამბობს ასეთ რაღაცას. ამიტომ ჩვენ გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ. მოთმინებით გავიაროთ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებული ცოდვა და მოთმინებით გავირბინონ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი. მეგობრებო, ერთი რამე იცოდეთ. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ მიწერილ წერილში ამბობს ერთ სიტყვას, როცა უკვე მან გაიგო, რომ სიკვდილით უნდა დასაჯონ, ის ამბობს ასეთ სიტყვას ტიმოთეს წერს, რომ მე უკვე მსხვერპლი ხვდები ვევნევა. და
და მე წერია მდინარება დავასრულე რწმენა შევინარჩუნე კეთილი ღვაწლით ვიღწვოდი ის ამბობს რომ მე გავიარე ჩემი სარბიელი მე ჩემი მდინარება დავასრულე მე დავიწყე სტარტიდან და მივედი ფინიშამდე და ისე კი არ მივედი რომ ხან მეძინა და ხან წამოვწექი არა მე ვიბრძოდი კეთილი ღვაწლით თუ ასე წერია და რწმენა შევინარჩუნე სიტყვა რწმენა შევინარჩუნე რაც ქართულში რწმენად არის გადმოთარგმნილი ეს არის ბერძნული სიტყვა პისტის რაც სინამდვილეში ნიშნავს ერთგულებას პავლე მოციქული ამბობს რომ მე პავლე ამას არ ამბობს იცი მე ჩემი დასაწყისიდან ჩემს ფინიშამდე მორწმუნე ვიყავი არა ის ამბობს მე რაღაცეების მიმართ ერთგული დავრჩი უერთგული რაღაცეებს არის ბევრი სფერო რასაც უნდა უერთგულო შენ ცხოვრებაში უნდა უერთგულო ოჯახს უნდა უერთგულო ეკლესიას უნდა უერთგულო სამშობლოს ეს ძალიან ისეთი თემები არის აი მე მორწმუნე ვარ ღმერთს არ უნდა რომ მორწმუნე იყო ღმერთს უნდა რომ ერთგული იყო რაღაცეების მიმართ ღმერთს უნდა რომ გული დადო რაღაცეებზე და იცი ღმერთს უნდა რომ გაიზიარო რაღაცეები და გეტკინოს რაღაცეები ებრაელების წერილის მე-12 თავის პირველი მუხლი სწორედ ამას ამბობს რომ ჩვენ წინ სარბიელი გვაქვს რომელიც უნდა გავიაროთ აუცილებლად ყველა გავივლით ამ სარბიელს მაგრამ ზოგი გაივლის თაღლითობით ზოგი გაივლის მატყუარობით ზოგი გაივლის დიდი ერთგულებით და დიდი მსხვერპლებით დიდი ტკივილებით და დიდი განცდებით მაგრამ ბოლო არის ყველაზე მთავარი დიდება უფალს და ვუმზიროთ რწმენის წინამძღოლს და სრულმყოფელ იესოს რომელმაც მომავალი სიხარულისათვის ჯუარი დაითმინა უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა და უკვირდის მას ვინც ესოდენის სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულ დაძაბუნებულნი ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგები ხართ მე-4 მუხლიდან არის განსაკუთრებული ზუსტად იმაზე გვიმახვილებს ღმერთი ყურადღებას რაც მე უნდა გაგიზიაროთ დღეს და ასე რომ მომყევით წაკითხვაში ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგები ხართ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა თქვენდამი მომართული როგორც შვილებისადმი შვილო უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ კიდე ერთხელ გავიმეორებ და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა თქვენდამი მომართული როგორც შვილებისადმი ძეებისადმი ღმერთი არ გველაპარაკება როგორც გარეშეებს ღმერთი გველაპარაკება როგორც შვილებს ძეებს აქ კიდე უფრო მაღალი სიტყვა დგას აქ არ დგას სიტყვა შვილი ორიგინალში აქ დგას სიტყვა ძესა და შვილს შორის განსხვავება აქ სქესზე არ არის ლაპარაკი ძე ის არის სქესის და მიუხედავად ვინც მემკვიდრეობას იღებს ის მემკვიდრეა გასაგებია და როცა წერია სიტყვა ძე ეს არ წერია სქესზე აქ მემკვიდრეზეა ლაპარაკი დიდება უფალს ამიტომ აქ უბრალო შვილზე არ არის ლაპარაკი აქ არის მემკვიდრეზე ვინც რაღაცას იღებს მისგან და ზუსტად ამას არის დაუკვირდით და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა თქვენდამი მომართული როგორც ძეებისადმი შვილო უფლისგან წვრთნას ნუ უგულებელყოფ და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ რადგან ვინც უყვარს იმას წვრთნის უფალი და სცემს ყოველ შვილს ვისაც ღებულობს რადგან ვინც უყვარს იმას წვრთნის უფალი და სცემს ყოველ შვილს ვისაც ღებულობს წვრთნას გაუძელით რადგან როგორც ძეებს ისე გექცევათ ღმერთი რომელ ძეს არ წვრთნის მამა ხოლო თუ დარჩებით წვრთნის გარეშე რომელიც ყველას უწევს გავლა მაშინ ბუშები ყოფილხართ და არა შვილებიო მე მინდა თქვენი ყურადღება გაუმახვილოს სიტყვაზე ბუში სიტყვა ბუში არის ძველქართული სიტყვა და ნიშნავს უკანონო შვილს მრუშობით გაჩენილ შვილს ნიშნავს უკანონო შვილს და წმინდა წერილი ამბობს რომ თუ წვრთნის გარეშე დარჩებითო ესე იგი თქვენ უკანონოები ყოფილხართ მაშინო და ღმერთს უნდა რომ აი ამ წვრთნას დავექვემდებაროთ და ამ წვრთნის გავლა შევძლოთ რატო არის წვრთნა მნიშვნელოვანი და რა წვრთნაზე არის აქ ლაპარაკი მეგობრებო ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა
ზოგს გონია რომ მაინდა-მაინც რაღაც სასწაულები უნდა შეგემთხვას, მაინდა-მაინც რაღაც კატასტროფებში უნდა გაიარო, რაღაცეები უნდა დაიმსხვრეს შენს თავზე. იცი, იყვნენ რელიგიური თემები, რომლებიც ეწეოდნენ თვითგვემას. იღებდნენ მათრახს და იცემდნენ თავს დასისხლიანებამდე. იმიტომ რომ ერთხელ თურმე ერთი ბერი ესე იქცევა, იცემს თავს, თვითგვემას ეწევა. დასისხლიანებული დგას, სისხლები ჩამოსდის, ეს დგას და იცემს თავს. გამოიარა ერთმა ქრისტიანმა მსახურმა, დეუნებო, რა საკეთებო? თავს ვიცემო. რატო იცემ თავსო? სხეული რო არ გამიბატონდესო. ამიტომ ერთ რამეს გასწავლიო. ეცადე ქრისტე გამოაჩინო შენში და ცემა და ტყეპა არც ისე მოგაგდება ქვეყნიერებისგან. უბრალოდ ეცადე რომ ქრისტეს მისცე ადგილი. ერთადერთი საშუალება გადალახო შენი სხეული, ეს არ არის შენი თავი იცემო. რამდენ თავს რო იცემ, ამით უფრო აბოროტებს შენს განცდებს. ერთადერთი საშუალება გადალახო შენი მე, შენი ცოდვილი მე, ეს არის მისცეს საშუალება ქრისტეს თავისთავი გამოავლინოს შენში. დიდება უფალს. მეგობრებო, შემთხვევით არ დამიწყია ამაზე, ამ თემაზე ლაპარაკი. მე დღეს უნდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან რაღაცას და მოდი გავიხსენოთ წინამსახურებაზე გაყვრით ვახსენე ისრაელის მეფე საული. რომელ თქვენთანაც მოუტრიალდება ენა, რო თქვას, რომ საული ცოდვილი ადამიანია. რომელ თქვენთანაც მოუტრიალდება ენა, რომ საული ღმერთისგან ცხებული არ იყო. იმიტომ რომ წმინდა წერილი ამბობს, რომ ღმერთმა სხოის. თვითონ დავითი საულის სიკვდილის დროს, როგორ ტირის, ნახეთ. დავითი ამბობს, რომ მოკვდა ისე თითქოს ცხებული არასდროს არ ყოფილიყოსო. თვითონ დავითს რამდენჯერ ქონდა შანსი საულის მოკლის, საული მას სასიკვდილოდ დევნიდა, საულს მისი მოკლა უნდოდა და დავითი არასოდეს რამდენჯერ ჩაუგდო ღმერთმა ხელში და დავითმა ხელი არასდროს არ აღმართა მასზე. დავითს ამისთვის სასამართლომდე რატო არ მოკალე საულიო? დავითი ამბობს, ღვთის ცხებულზე ხელს არ აღმართაო. თუ ღმერთს უნდა მისი მოშორება, თვითონ ღმერთი მოაშორებს. მე ღვთის ცხებულზე ხელს არ აღმართავ. ეს იმას მოწმობს, რომ საული იყო ცხებული. საული იყო ამორჩეული ღმერთისგან. საული ღმერთმა გამოარჩია. ღვთისგან იყო ცხებული და ღვთისგან იყო კურთხეული. და რა გააკეთა საულმა? ეს წერია პირველი მეფეთა მე-15 თავში. ახალ ბიბლიებში პირველი სამუელი. პირველი მეფეთა მე-15 თავი. მიდის სამუელი და ეუნევა საულს. ღმერთმა გამომგზავნა შენთან, ამოგარჩია ღმერთმა და გამოგარჩია იმისთვის, რომ წახვიდე და გაანადგურო ყამალეკი. და ღმერთი ეუნევა საულს, რომ უნდა განადგურდეს ყამალეკი. საულმა გაიგო. საულმა მიიღო. ზუსტად იმ გზით წავიდა, რომელზედაც ღმერთმა დააყენა. წავიდა და გაანადგურა ყამალეკი. მაგრამ მოხდა მცირედი გადახვევა. მოხდა სულ პატარა გადახვევა. არაფერი განსაკუთრებული. თითქოს. ღმერთმა უთხრა, რომ მთელი ყამალეკი უნდა განადგურდეს, საულს უთხრეს. კარგი რა საულ. რა საჭიროა მთელი ყამალეკის განადგურება? ნახეთ რა კარგი ახალგაზრდები არიან. წავიყვანო და ვამუშაოთ. უფრო არ გამოგვადგება? ეს ერთი. მეორე, ნახე რამ ხელა სიმდიდრეა. ოქრო და ვერცხლი. რატო უნდა გავანადგუროთ? ნახე ასევე ცხვარძროხა. რა გვინდა ამათი განადგურება? წავიყვანოთ და ღმერთს შევძენოთ. მივიყვანოთ და ღმერთს თავისთვის კი არ წამოიღეს. ის არ უთქვით, მოდი ჩვენ წავიღოთ სახლებში. არა. გადაწყვიტეს. წავიყვანოთ და ღმერთს შევწიროთო. საულმაც უთხრა, საული დაფიქრდა. ისე მართლა. მე სიუჟეტს წარმოვიდგენ ხოლმე. თქვენ იცით, ბიბლია არის ძალიან ლაკონური წიგნი და ძალიან შევიწროებულად გადმოგცემს მოვლენებს. მე დარწმუნებული ვარ, საულს ესე თავში არ მოპრიანებია რაღაცა. მას ყავდა მრჩეველთა საბჭო. შეიკრიბა მრჩეველთა საბჭო და წავიდა თათბირი. და მიდის ლაპარაკი. რა უგუნურება არის ამის განადგურება? რატო უნდა გავანადგუროთ? იმიტომ რომ ვიღაც სამუელმა თქვა? კაცო, სამუელს უარ უბრძოლია.
სამუელმა რა იცის, ჩვენ ხო ხედავთ აქ ყველაფერს, ჩვენ ხო ხედავთ სიტუაციას და რა სისულელი არის ამის განადგურება, რატო უნდა გავანადგუროთ? არ ჯობია ღმერთ შევწიროთ, ტაძარში წავიყვანოთ და ვამუშაოთ, მუშახელი ისეც გვაკლია. წავიყვანოთ ეს ახალგაზრდები და ვამუშაოთ, ჩვენს ინტერესებში იმუშავებენ. ეს უფრო მომგებიანი არ იქნება? და თათბირში იბადება ყველა ჭეშმარიტებაო. სხვადასხვა არ არის ასე. ხშირად თათბირში ჭეშმარიტება არ იბადება, ხშირად თათბირში უკუღმართობა იბადება. ჭეშმარიტება მარტო ღმერთთან ურთიერთობაში იბადება. დიდება უფალს. და ითათბირეს და საულმა მიიღო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, წამოიყვანა ყამალეკის მეფე აგაგი ბაწარ მობმული ყელზე, მოიყვანა ცოცხლად, საუკეთესო ნაწილი ცხვრისა და ძროხისა წამოასხა ჯარმა, რათა უფლალი ღმერთისთვის შეეწირა და ოქრო და ვერცხლი წამოიღო ჯარმა, ისიც უფალი ღმერთის შესაძირავად. მოვიდა სამუელი, რა ზეიმობთ, ერთი მაინტერესებს. აუ, ყამალეკი დავამარცხეთ, ესე ვქენით. და საულს ეუნება. ხო თავი არ გეღირსებოდა. როცა ღმერთმა ისრაელის მეფე დაგირჩია და გამგებლად დაგირჩია. რატო არ გაიგონე უფალი შენი ღმერთის ხმა? თუ წაიკითხავთ მე-15 თაოს, ნახავთ რომ საულს პრეტენზია, გავაკეთე საულეუნო, ყველაფერი დავდექი ამ გზაზე, წავედი და გავანადგურე ყამალეკი და სამუელი ეკითხება. ცხვრისა და ძროხის ბღავილი რო ესმის, ეს რა არის? რეებზე წვრილმანდები, კარგი რა. ეს ჯარმა გადაწყვიტა, მინდა გადავიდეთ მოდი ამ თავში. ეს არის პირველი სამუელი, მე-15 თავი. მერე საულის ახსარება მინდა რო ნახოთ, მე-18 მუხლიდან წავიკითხოთ. წარმგზავნა უფალმა გზაზე და გითხრა, წადი და აოხრე ეს სოდვილი ყამალეკი, მანამდე ებრძოლე, ვიდრე ბოლოს არ მოუღებ. რატომ არ ისმინე უფლის ხმა? რატომ დახარბდი ნადავლს და რატომ მოექეცი ბოროტად უფლის თვალში? უპასუხა საულმა სამუელს, ვისმინე უფლის ხმა და წავედი გზაზე, რომელზეც დამაყენა. უფალმა მოვიყვანე აგაგი ყამალეკის მეფე, ხოლო ყამალეკი ავაოხრე, მაგრამ წამოასხა ხალხმა ნადავლიდან საუკეთესო ცხვარძროხა, დარისხებული საუკეთესო ნაწილი, რომ უფლისთვის შენი ღმერთისთვის შეეწირა მსხვერპლად გილგალში. მაგრამ მიუგო სამუელმა განაისეამება უფალს სრულად დასაწვერნი და მსხვერპლი როგორც უფლის ხმის მორჩილება, აჰა მორჩილება მსხვერპლზე უკეთესია და მოსმენა ვერძის ლურთებზე, რადგან ერთი ცოდვა, ჯადოქრობა და ურჩობა. კერპთაყვანის მცემლობა და თვითნებობა, დაუკვირდით? კარგი სიტყვა წერია ახალ ბიბლიაში. ერთი ცოდვა, რაღა კერპებისთვის გიცია თაყვანი და რაღა თვითნებობა გამოგიჩენიაო. და ჩვენ ამას ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ. ჩვენ ამას ხშირად, მეგობრებო, მინდა ეს კარგად გავიგოთ, მინდა ამას დაუკვირდეთ, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ მცირედი რაღაცა ზუსტად იმ მცირედებში არის დამალული ჭეშმარიტება. ნახეთ, კიდევ ერთხელ წავიკითხავ. რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანის მცემლობა და თვითნებობა. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა. ეხლა დაუკვირდით სამუელის პასუხს. 24 მუხლი. მიუგო საულმა სამუელს, შევწოდე, რადგან გადაუხვიე უფლის ბრძანებას და შენ სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინეო. განა საულმა არ იცოდა, რომ ღმერთს ისე არ უნდოდა. უბრალოდ ხალხს უნდოდა ისე. საული ხო ხალხის მეფეა. ბევრი გადავარდა ჩემო ძვირფასებო ამ ტყუილში. ბევრი გადავარდა ამ ტყუილში და დიდი ზიანი მიაყენეს საკუთარ თავსაც და ქრისტეს ეკლესიასაც. მაგრამ უნდა გითხრათ, ეს ტყუილია, ეს ეშმაკის ტყუილია. ღმერთის აზროვნების ცენტრში და ხედვის ცენტრში ჩვენ არ ვართ. ღმერთის ხედვის ცენტრში ეკლესია. ყველაფერი ეს ეკლესია, ღმერთის ნაწილი დედამიწაზე, მისი არსების ნაწილი დედამიწაზე, ეს არის ეკლესია.
ის ამბობს, ღმერთი ყველაფერს აკეთებს, რათა განწმინდოს ეკლესია. უნდა მოხდეს განწმენდა. წინამსახურებაზე ვილაპარაკე, ვისწავლოთო ჭურჭლის შენახვა სიწმინდეში. ასევე პავლე წერს ტიმოთეს, რომ ვინც ამადგან გასუფთავდება, რას ნიშნავს გასუფთავდება? თქვენ ჭურჭლიდან იკვებებით? არა. იცი, როცა ჭურჭელი არ არის განწმენდილი, ღმერთს არ შეუძლია მისი გამოყენება. წმინდა წერილი ამბობს, რომ ვინც ამადგან გასუფთავდება, ვინც და პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს, ეს განწმენდის პროცესია, ჩემო მეგობრებო, ღმერთს უნდა რომ ყველაფერი მშვენიერი, ყველაფერი ადამიანური მოშორდეს და ჩვენ ვიყოთ მისთვის გამოყენებული ჭურჭლები. ღმერთმა გამოგვიყენოს როგორც რბილი თიხა. სხვათა შორის ერთი რამ, როცა წრთნაზე ვლაპარაკობდი, ზუსტად წრთნა ამას ეხება. სხვათა შორის ერთი რაღაც გამახსენდა. არსებობს ერთ-ერთი ულამაზესი ჯიში ცხენების. ყველაზე ენერგიულები, ყველაზე ლაღები, ყველაზე ლამაზები, მაგრამ ყველაზე გაუწვრთნელები. მუსტანგი. ისინი არიან ძალიან ლამაზები, ძალიან ენერგიულები, ძალიან გამძლეები, მაგრამ მათი გაწვრთნა ფაქტიურად შეუძლებელია. ისინი არიან ძალიან ლამაზები, მაგრამ დამანგრეველი ძალის მქონენი. მაგრამ ვერაფერში ვერ გამოიყენებ, არაფერს სიკეთეში არ გამოგადგება. გასაგებია? მათი გაწვრთნა არის შეუძლებელი. შეიძლება შენ ძალიან ნიჭიერი ხარ, ძალიან კარგი ხარ, ძალიან ლამაზი ხარ, მაგრამ მე რა? გამოუსადე გარე ღმერთის საქმეში. არაფერი სარგებელი შეხედავ, არაფერი სარგებელი არ არის. მე მუსტანგებს კი არ უწყევლი, მათ თავისი ადგილი უკავიათ სამყაროს ჯაჭვში. მაგრამ მე ვიძახი სიმბოლურად ახლა. ღმერთს არ უნდა რომ ძალიან კარგი იყო, ძალიან ლამაზი იყო, ძალიან ნიჭიერი იყო, ძალიან დიდი რაღაცის გამკეთებელი იყო, მაგრამ არაფერში არ გამოადგე სათასასუფეველს. გასაგებია? წმინდა წერილი ამბობს, რომ თუ წრთნას ვერ დაექვემდებარები, თუ წრთნას ვერ დაექვემდებარები, მაშინ უკანონო შვილი ხარ. ბუში ხარ. უკანონო შვილი ხარ მაშინ. სხვათა შორის მე წინა ცხოვრებაში, სანამდე პასტორი ვიქნებოდი, კერამიკოსი ვიყავი. ფერმწერ კერამიკოსი ვარ სპეციალობით. მიმუშავია თიხასთან. და იქ გვასწავლიდნენ ხოლმე. ეს ან ჭურჭელი გახდება, ან კიდე ნაგავი. ყველაფერი დამოკიდებულია თიხის დამუშავებაზე. თიხას როცა ამუშავებ, ჩვენი ოსტატი ვინც იყო ის გვასწავლიდა ხოლმე. იმდენად უნდა იყოს ხელში, რომ ხელში არ უნდა იგრძნობოდეს, იმდენად რბილი უნდა იყოს. თუ თიხაში რაიმე მინარევები დარჩა შიგნით, ან რაღაცა სიმყარე და სიმაგრე დარჩა შიგნით, როცა იმას ღუმელში გაუშვებენ გამოსაწვავად, გასკდება, დასკდება და ნაგავში გადაიხრება. ანუ გამოცხადება აქედან. მე ან ჭურჭელი გავხდები, ან ნაგავზე გადასაგდები. სხვა საშუალება არ არის. ან წრთნას დაექვემდებარები და ჭურჭელი გახდები, ან არა და ნაგავზე გადასახდები აღმოჩნდები. ერთი რამე ვიცოდეთ მეგობრებო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რისი გავლაც ახლა ჩვენ გვიწევს. შენ ან აღმოჩნდები ჭურჭელი, ან აღმოჩნდები ჭურჭელი მეფის სახმარი, რო აღმოჩნდე ჭურჭელი მეფის სახმარი, ღუმელს უნდა გაუძლო. და ღუმელს რო გაუძლო, ეს იმაზე არის დამოკიდებული, რა სამუშაო მიმდინარეობს ჯერ შიგნით. იცი რამდენმა ვერ გაუძლო ღუმელს და რატომ იცით? მანამდე არ იყო გულზე ნამუშევარი. მანამდე არ იყო ფიქრებზე ნამუშევარი. მანამდე არ იყო სურვილებზე ნამუშევარი. რატო გასკდა ჭურჭელი ღუმელში? იმიტომ რომ მანამდე არ იყო იქ დამუშავება. მანამდე არ მიდიოდა და წმინდა წერილი ამბობს, რომ თუ წრთნის გარეშე დარჩებიო, ეს შენს დაგემართება და მეც. თუ წრთნის გარეშე დარჩები. ღმერთს უნდა, ღმერთი ყველას ამ სისტემაში გვატარებს, იმიტომ რომ ღმერთს შმაგი ჭანკვეტაზე არ ჭირდება, ეს იცოდეთ. ღმერთს ჭირდება ჭურჭელი ქრისტეს ბუნების გამოსავლენად, დიდება უფალს. იცი, ჩვენში არაფერია ფასეული. ხშირად ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ისეთი კარგები ვარ, ჩვენ ისეთი ლამაზები ვარ, ჩვენ არაფერია ჩვენში ფასეული. თუ რამე პოზიტივია ჩვენში, ეს ღმერთ ქრისტეს ბუნებაა, დიდება უფალს.
გასაგებია? ამიტომ არის ერთი პრობლემა. ერთი რაღაცა გამახსენდა, როცა წინამსახურებასაც გადავხედე და რამდენიმე რაღაც. ქრისტე მილაპარაკა. ქრისტე იყო, ეს არის მათეს სახარების 22 თავი, შეგიძლიათ პირველი მუხლიდან გამოიკვლიოთ. ქრისტე შედის ვინმე კეთროვანი სიმონის სახლში, ასე წერია. ყოფილი კეთროვანი, რომელიც მან განკურნა. და საღამოს ხვდება მასთან. იოანეს სახარებაშიდაც არის ეს მოთხრობილი, მათეს სახარების 22 თავშია და მარკოს სახარების მე-14 თავშია, მოთხრობილი იოანეს სახარების მე-12 თავშია. შეგიძლიათ ყველგან გამოიკვლიოთ. ცოტა სხვანაირად აღწერს იოანე, მათეს სახარებაში წერია, რომ როცა იმ სახლში იჯდა, ვინმე დედაკაცი შემოვიდა. გატეხა ალებასტრონი და თავზე დაასხა. ხოლო იოანეს წერილში წერია, მარიამი შემოვიდაო. გატეხაო ალებასტრონი ფეხებზე დაასხაო და თმებით შეუმშრალაო. ცოტათი სხვანაირად, ცოტათი ლაკონურად არის გადმოცემული მათეს სახარებაში და ცოტა უფრო ფართოდ არის გადმოცემული იოანეს სახარებაში. მაგრამ სიტყვები, რაც ჩვენთვის არის დღეს მნიშვნელოვანი, მათეს სახარებაშია გადმოცემული და როცა ამ ქალბატონმა, რომელიც არ ჩანს იქ მისი სახელი, მაგრამ იოანეში ჩანს, რომ ეს მარიამი იყო და როგორც ისტორია ამბობს, ეს მალია მაგდალელი იყო, რომელმაც გატეხა ეს ძვირფასი ალებასტრონი, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა, ამას ძალიან დიდხანს აგროვებდნენ. და ეს იყო ძალიან ძვირად ღირებული, ნატურალური, ეთერზეთოვანი ნივთიერება, რომელიც იყო ძალიან სურნელოვანი და ძალიან ძვირად ღირებული. იმიტომ რომ გრამებით გროვდებოდა ის. და იცი, გოგონები განსაკუთრებით მთელი ცხოვრება აგროვებდნენ ხშირად აი ასეთ ნივთიერებას, რომ ვისაც ეს ბევრი ქონდა, ეს ყველაზე სასურველ მზითვად ითვლებოდა. გასაგებია? ადგა მარიამმა გატეხა და როგორც ამბობენ, ამ ჭურჭლის ტევადობა დაახლოებით 1 ლიტრა იყო. იცი 1 ლიტრა ეს რამ ხელაღირებულება იყო. გატეხა და თავზე დაასხა. და მოწაფეები, იქ არ წერია, რომ მარტო იუდა იოანეს სახარებაში წერია სხვათა შორის. მათეს სახარებაში წერია მოწაფეები აღშფოთდენო. იოანე კი, იუდა კი არ აღშფოთდა მარტო. ჩვენ ხშირად იუდას ვაბრალეთ. არა, სხვაებიც აღშფოთდნენ. მოწაფეები გაბრაზდნენ, ეს რა გააკეთაო. ხო შეიძლებოდა ამის გაყიდვა და ღარიბებისთვის დარიგებაო. რატო უნდა გაწიო ამ ხელა ხარჯი? მაგრამ ქრისტემ რა პასუხი გასცა, მეგობრებო? მინდა ყურადღებით ვიყოთ. მინდა დავინახოთ ის მთავარი აზრი, იმას ჩავეჭიდოთ. ქრისტემ უთხრა, რატო ასამართლებთ ამ ქალს? მან ეს ჩემი სხეულის გასამზადებლად გააკეთა. ღარიბები სულ თქვენ შორის არიან. ღარიბები სულ თქვენ შორის არიან. დადგენილების მთავარი მიზანი არ არის სიღარიბის პრობლემის დაძლევა. დადგენილების მთავარი მიზანი ეს არის ქრისტეს სხეულის აღმშენებლობა. ყველაფერი სხეულისკენ არის. ღმერთი ყველაფერს სხეულთან კავშირში ხედავს. ყველაფერი სიტყვას როცა ვახსენებთ ხოლმე ადამიანებს ტანში ზარავს. კიბო, გაგიგონიათ კიბო? იცით რა არის კიბო? კიბო არის დაავადება. სიკვდილში იცით რა არის ეს? არაფერი განსაკუთრებული. ეს არის სხეულში წარმოქმნილი უჯრედები, რომელიც არ ემორჩილება სხეულს. უჯრედები, რომელიც სხეულის ნაწილად არ აღიქვავს თავის თავს. არ ემორჩილება ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ანუ სხეულში წარმოქმნილი უცხო სხეული, ეს არის კიბო. და სწორედ ეს სხეულში წარმოქმნილი უცხო სხეული იწყებს სხვა უჯრედების განადგურებას და დაზიანებას და უშვებს მეტასტაზებს და თავისნაირებს ამრავლებს. გასაგებია? გესმით რა არის თვითნებობა? თვითნებობა არის წარმომქმნელი ამ საშინელი რაღაცის. პირველი საიდანაც ყველაფერი იწყება. ეს თვითნებობაა. უჯრედმა გამოაცხადა ავტონომია სხეულში. უჯრედმა გადაწყვიტა, რომ ის დამოუკიდებელია. იცი, ჩემს სხეულში არ არსებობს დამოუკიდებელი ორგანო. ჩემს სხეულში ყველა ჩემი ორგანო ემორჩილება ერთ პრინციპს. ისინი სხეულში არიან და სხეულის იმპულსებს ემორჩილებიან, სხეულის საკეთილდღეოდ შრომობენ. ჩვენი პრობლემა იცი რა არის? ჩვენ სხეულს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ჩემი ხელი არასდროს არ წასულა ჩემი სხეულიდან და ვერ წავა ვერასდროს.
მაგრამ სამწუხაროდ ქრისტეს სხეულში არის ამის შესაძლებლობა. იმიტომ რომ აქ ხელს, ფეხს და ორგანოებს ნება არ აქვთ. გასაგებია? აი ქრისტეს სხეულში ყველაფერი შეგნებაზეა დამოკიდებული. გასაგებია? ხვდებით რისი თქმა მინდა. ამიტომ სხეულს რო ადარებს პავლე მოციქული, ეს აპრიორი კი არ ხდება ასე. პავლეს უნდა რომ ჩვენ შეგნებამდე უნდა დავიდეთ ეს რომ მე თვით ნება კი არ უნდა ვიყო, ჩემი ნება მის ნებას უნდა დაუმორჩილო და ყველაზე მთავარი სამუშაო და ყველაზე მთავარი სწავლება ჩემთვის ეს უნდა იყოს მისი ნების შემეცნება ჩემთვის. გასაგებია? ასე რომ ჩემო მეგობრებო, სამუშაო რომელიც მიმდინარეობს ეს არ არის თავსმოხვეული, ეს არის ნებაყოფილობითი. ან შეხვალ ამ სამუშაოში და დაექვემდებარები ამ მუშაობას და რბილით ხა აღმოჩნდები და დიდებული ჭურჭელი გამოხვალ. ან არა, სადღაც აღმოჩნდები. ისეთ ადგილზე აღმოჩნდები, განა ღმერთი დაგავიწყდება. არავინ არ ამბობს რომ ღმერთი დაგავიწყდება. ადამს რა ღმერთი დაავიწყდა? მაგრამ ედემის ბაღში რო აღარ იყო ხო აშკარა იყო. შიშველი რო აღმოჩნდა ხო აშკარა იყო. არავის და კიდევ ვიტყვი არავის არ შეუძლია ჩვენი ჩამოშორება ღმერთის მადლისგან. მაგრამ ერთ ვიღაცას ვიცნობ ვისაც შეუძლია. ეს მე ვარ. მე შემიძლია ჩემი ჩამოშორება ღმერთის მადლისგან. სხვას არაფერს. ღმერთის აზროვნების ცენტრი თვალთახედვის ცენტრი ესეც ეკლესია. მეც მიტომ მომიყვანა ღმერთმა, შენც მიტომ მოგიყვანა. ჩვენი მიტოვა მოგვარჩია, რომ ამით თავის დიდებული ეკლესია უნდა გამოჩნდეს. თორე არ ჩმაგი არის არავინ. დარჩენ ხარ არავინ. ჩვენნაირები ყოფილან ამ დედამიწაზე და წასულან. და ჩვენზე ბევრად უკეთესებიც ყოფილან და წასულან. და ჩვენც წავალთ. ჩვენ უბრალო ჭურჭლები ვართ. ყველაფერი რაც ჩვენში პოზიტიური და კარგია ეს ღმერთისგან არის. მე თან ხმებით? ასე რომ მოდი დავემორჩილოთ მის ნებას და მისი ნების მსახურებაში შევიდეთ. ნუ გამოვიჩენთ თვითნებობას. ღმერთი ორ კაცში სულ ყოველთვის ერთს გამოყოფს. ეს იცოდეთ. ის ერთია ვიღაცა, ის ერთია პასუხისმგებელი. რა დიდიც არ უნდა იყოს მსახურება, ერთი არის ვინც უნდა გადაწყვიტოს. ღმერთს ყავს ეკლესიაში ამორჩეული. თავისი ბაგე, თავისი არხი. ქრისტესთან მოვიდნენ და უთხრეს, როგორ ვაკეთოთ საქმენი უფლისა? დაუხატა სქემები. აი ეს არა, ერთი სიტყვა უთხრა. თუ გინდა ღმერთის საქმე აკეთოთ, უნდა ირწმუნოთ მისი ვინც ღმერთმა წარმოგზავნა. არის ერთი ქართული ნაწარმოები ძალიან კარგი. ძალიან მიყვარს ეს წიგნი და ფილმიც გადიოდა ახლა, დატა თუთაშხია. იქ არის ერთი ასეთი რაღაც ნახსენები, ციხეში როცა ზის, იქ ამბობს. ის კი ვიციო, რომ გაფანტული მდინარის ნაკადები როგორ გავაერთიანო, ერთ ღარშიო და წისქვილის დოლაბი დავატრიალო. მაგრამ ვერაფრით ვერ მოვიფიქრეო, ეს ამხელა ძალა როგორ გავაერთიანო, რომ ბოროტებას ბოლო მოუღოთ. ღმერთში, ქრისტეში და ეკლესიაში არის ერთი კარგი სიტყვა, კონცენტრაცია. ჩვენ შეგვიძლია ერთ ხედვაში, ერთ წერტილში. პავლე მოციქული ამბობს, შეგაგონებ ძმებო, ყველანი ვამბობდეთ ერთსა და იმავეს და გაერთიანებული ვიყოთ გონებითა და აზრით. შეგვიძლია გავიფანტოთ. მე ასე არ ვფიქრობ, მე ასე არ მიმაჩნია, მე ჩემი უფლება მაქვს, მე ჩემი ნება მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ეს. მაგრამ ქრისტიანობა რა არის, იცით, როცა ჩვენ ჩვენი ნებით ვთქვით უარი ჩვენს პრივილეგიებზე და ყველაფერი მას გადავეცით. ის არის, ეხლა მისი ნება არის მთავარი. ქრისტე ლოცულობს, რომ ისე კი არა როგორც მე და ჩემი ნებაო, არამედ იყოს ისე, როგორც შენი ნება და შენ გსურსო. მადლობა ღმერთს ამისთვის ყველაფერთვის.